ქუჩა კვარაცხელიამ გაავრცელა კადრები თავის ცოლთან ერთად როგორ ესწრება კანიე ვესტის დიდებულ კონცერტს და ეთის ლაღობა და სისათუთე. მოკლედ თქვენ წინასწარ იცოდეთ ჩემო კარგებო, ცოტა ხანში როდესაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა და სანქცირებული იქნება მთელი ქვეყანა როგორც ამერიკის მიერ ისე ევროკავშირის მიერ, რადგან ბორია პირდაპირ დაუპირისპირდა ორივეს და უკან დახევას არ აპირებს რუსეთის დავალების ამებრ და საქართველოს როცა გადაიქცევა რუსულ ბოსლად, ეს ხვიჩა კვარაცხელია დედაბუდიანად დაიკრიფება აქედან და გადავა საცხოვრებლად ლონდონში ან პარიზში. ფეხზეც დაგიკიდებთ, ახლაც ხო ყიდი ხართ. ხო ყიდია ქვეყანა ფეხებს და ხალხით ტანჯვა და მთელი ეს უბედურება. მით უმეტეს დაიკიდეს ფეხებს და მოწყდება აქედან თავისი ოჯახით და ახლობლებით ნათესავებით ყველა. ასევე გააკეთებენ სხვა სპორტის ვარსკვლავებიც საქართველოში გაჩერება სასჯელი გახდება. არავინ არ რჩება ეხლა ცხინვალში, რუსულ ბოსლად ქცეულში ან აფხაზეთში იმაში რა ქვია, სოხუმში. გარბის ყველა იქიდან და ქუჩა კვარაცხელია თავისი ნაშოვნი მილიონებით გაიქცევა საქართველოსთან და უკან მოუხედავად დაგვიქნევს ხელს. ეს ვიცოდეთ, ადამიანი რომელსაც არ აღელვებს საკუთარი ხალხის ბედი და ის უბედურება, რასაც ბორია ივანაშვილი უქადის სრულიად საქართველოს, აი ამაზე დუმს და ფეხზე კიდია და სისტემის ნაწილიც ხდება უკვე, ხო? ის აქ არ გაჩერდება, არ გაწირავს საკუთარ ოჯახს, ამ ბოსაში საცხოვრებლად ხო მარტივია და გააჯვამს აქედან. უსაფრთხო კარგ, კეთილდღეობის სამყაროში. თავისთვის უნდა ევროპა, მაგრამ ქართველი ხალხისთვის მაინც ახლა რაში აინტერესებს, თვითონ ხო მოიწყო ცხოვრება. ეს ვიცოდეთ, ყველა ქართველი ვარსკვლავი გიღალატებთ ხალხო. იმ კოცებსაც, იმ უბედურებსაც, რომელსაც გონიათ, რომ ბორია ივანაშვილი ორ ფეხზე არის სუვერენიტეტით აყენებს ქვეყანას ფეხზე, არა. რუსულ უბორნიაში აღმოჩნდებით სულ მალე, იმიტომ რომ დაიწყო ეს პროცესი. პირდაპირ მნიშვნელობით სახეში შეაფურთხა ბორია ივანაშვილმა ტრამპსაც და ევროკავშირსაც. იმიტომ რომ აგერ ტრამპმა გააფრთხილა და რუბიომ, რომ ჩინეთთან ახლო ურთიერთობა არ დაიჭიროთ, არ შეუძლიათ ტრაქშიო და მეორე დღესვე ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები გააფორმა ხაზგასმით. ამერიკის თავზე გადაჭმით. რით დამთავრდება ეს? მალე იხილავთ. აქ სულ ძალიან მალე დაიწყება ეს ყველაფერი.